გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონელსა და უცხოელსა და ქართველს შორის მოხდა შელაპარაკება, ფიზიკური ჯგუფი და ქართულმა პოლიციამ ქართველი დააკავა. მინდა ჩემო ქართველებო ამ მოვლენას ცოტა შორიდან შევხედოთ, ცივი გონებით შევხედოთ. როგორც მოგეხსენებათ, ეს ხელისუფლება 6 მილიარდიანი ხელშეკრულებით უცხოელების შემოსვლას გეგმავს, რაც შემოსულია უცხოელი, ეს ხო კატასტროფა. მაგრამ იმის გამო, რომ ფული გააკეთოს, უცხოელების დიდი რაოდენობის შემოყვანა იგეგმება, 3 წელიწადი არჩევნები არ არის და რადგან მოიგო და გაინაღდა, უკვე აქ თავს გავა ხელისუფლება. ბუნებრივია. და ახლოსა, ძალიან ახლოსა ის დრო, როდესაც უცხოელი მიგრანტები ქართველ ბიჭებს წაართმევენ შეყვარებულებს, ცოლებს, გაუღწნიან შვილებს და გააკეთებენ იმას, რასაც ისურვებენ. არ მითხრათ, რომ ეს არ მოხდება. შეგახსენებთ ქართულ ლექსი როა შემომეყარა ყივჩაღი. როგორ ვითარდება იქ მოვლენები. დააკვირდით, აბა ეს ახალი არ არის. მარტო ყივჩაღი არ იგულისხმება იქ. ეს დღე არის ძალიან ახლოს. და ქართულმა საზოგადოებამ, ვაჟკაცებმა ვერ უნდა გაბედონ მიგრანტებზე წინააღმდეგობის გაწევა. თუ გაბედეს ქართველებმა მიგრანტებს წინააღმდეგობა გაუწიეს, დაიცვეს საკუთარი ღირსება, ეს ხელშეუშლის ამ ხელისუფლებას ფულის კეთებაში. ამიტომ ყველა გამოვლინება, სადაც ქართველისა და უცხოელის შორის იქნება დაპირისპირება, უნდა დაადანაშაულონ ქართველი, დააპატიმრონ ქართველი, გაამტყუნონ ქართველი. იმიტომ რომ ქართული სული გატყდეს, დაჩიავდეს, დაჩმორდეს და მომავალში ხელისუფლებამ მიგრანტების შემოყვანით უფრო ადვილად შეძლოს ფულის კეთება. ასე რომ მეგობრებო, თავისუფლება ქართველს უცხოელთან წინააღმდეგობის დროს მხარდაჭერა ქართველს და ვისაც გტყივათ ხვალინდელი დღე, რაც ელოდება საქართველოს, ისედაც ყდომის პროცესში ქართველებს, თქვენ გაქვთ ვალდებულება დადგეთ კონსერვატორების მხარეზე. დალოცოს ღმერთმა ჩვენი ქართული სული და ინებოს უფალმა, რომ რაც არის გაუტეხელი ჩვენ ქართულ სულში, ვერ შეძლოს ამ ხელისუფლებამ ბოლომდე მისი გატეხვა და განადგურება. გაგაძლიეროთ ღმერთმა ქართველებო.